ერთ-ერთი როგორც წრიული ქალაქის ცენტრში ესე გავყავს, რომ მე შემდეგ დანარჩენი ქუჩები დაიქცილოს. მაგრამ დაფინანსება ნოლია, არ აქვს და რომ ჩვენი სახსრებით გავაკეთოთ, არ არის ამის საშუალება არ აქვს. რაიონული გამგეობა გვეხმარება, დაგვაფინანსა რაიონულმა სამავთყოფომ, პოლიკლინიკამ და სამშობიარო სახლი. სამუშაოებს ჩვენი სამმართველო ქარელი გაზიატარებს. 4 წელიწადი არის სამსახურს არ უმუშავია საერთოდ. ეხლა დავიწყე ეს მუშაობა და გამოვიყვანეთ ხალხი ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, მოწადინებულები არიან სულ ყველა რომ უნდა იმუშაონ და რაღაცა ხელფასის სახით მიეცეთ ესე დიდი დახმარება იქნება იმათვისაც. ყველა საინტერესებს რა იქნება გადასახადი. კილომეტრის ღირებულება არის 13 თეთრი და 14 თეთრამდე, 13 ნახევარი თეთრი იქნება. თანხის რაოდენობა უკვე თვითონ მოსახლებაზეა, თვითონ აბონენტზე არის დამოკიდებული, რა შართავს, რა იქნება, გათბობა იქნება. გამაცხელებს, წყალგამაცხელებელს ამუშავებს, გასხურას ამუშავებს, ეს უკვე მაზეა დამოკიდებული და რა აქვს. ნახოთ, რას გააკეთებს, როგორ იქნება. შევხედოთ, ჩვენც ახალი დაწყებული გვაქვს, სულ არ არის, ერთი თვეც არ არის, რომ ჩავთეთ ახლა ქალაქში მრეცხველები და რომ დაბალანსდეს და ნახოთ რას მიიღებენ. მაინც ხომ დაველოდოთ, თვის ბოლოს დაველოდოთ, ჯერ არ შესრულებია, თუ არ არის შესრულებული, მის მრეცხველები დააყენებენ. გაზის გამორთვის საშუალება ესეც ჩვენზეა, მოსახლეობაზეა, ვინც იქნება ჩვენი აბონენტი. დროულად თუ მოხდება გადახდა, თანხის გადახდა თუ მოხდება დროულად, გაზის გამორთვის საშუალება არ არის. აი რაც ჩვენზეა დამოკიდებული თვითონ სამმართველოზე და აბონენტზე. გაზის საშუალება არის. ვყიდულობთ ამ გაშვენ. და მე ვყიდით მოსახლეობაში. თუ გადაგეხვით დროულად, პრობლემა არაფერი არ არის.